ლინცი ლოჰანს ეღირსა. ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც სასამართლო პროცესზე შენ მიერ შეტანილი სარჩელი განიხილონ და არა შენ წინააღმდეგ აღძრული საქმე. მოკლედ 26 წლის მსახიობის საშინლად გაანაწყენეს. ლინცი ძალიან საშიში კინოს მეხუთე სერიის გადაღებებში იყო ჩართული. მსახიობი სულ მოუთქმელად ელოდებოდა ნამუშევრის ტრეილერის გამოსვლას. თიზერის ინტერნეტში განთავსებისთანავე ლოჰანს ელდაეცა. ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კადრი, რომელშიც ლოჰანი საწოლშია მოკალათებული და ტელევიზორს შესქერის. უცების საშინელ კივილს იწყებს. მსახიობის ისტერიკის მიზეზი კი საინფორმაციო გამოშვებაა, რომელშიც წამყვანი ამტკიცებს, რომ ლოჰანმა ისევ დაარღვია გამოსაცდელი ვადის პირობები და მას კვლავ დაკავება მოელის. როგორც ლილუ ამტკიცებს, რეჟისორსა და პროდიუსერებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ, რომ ტრეილერში მისთვის ასე მწარედ დაეცინათ. კონტრაქტის მიხედვით ისინი ვალდებულები არიან ის კადრები, რომელთა გამოყენებაზეც მე უარს ვიტყვი, ფილმიდან ამოიღონ. მათ ჩემთვის არ შეუთანხმებიათ თიზერის მსგავსი წყობა, ამიტომ ვაპირებ სარჩელი შევიტანო, ამბობს წითური გოგონა. ლინცი ლოჰანი სასამართლო გარჩევებს მიჩვეულია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სარჩელი სწორედ ლინცის წინააღმდეგში აქვთ. ის ჯერ მომჩივანის ამპლუაში არ მოხვედრილა. რაც შეეხება ძალიან საშიში კინოს მეხუთე სერიას, გადაღებებში ლოჰანი ჩარლი შინთან ერთად იყო ჩართული. მისი გამოსვლა 2013 წლის 19 აპრილს იგეგმება. სხვათა შორის სწორედ პოპულარული კომედიის მეხუთე ნაწილის გადაღებებზე დაახლოვდნენ ქალბატონი ლოჰანი და მისი კინოპარტნიორი ჩარლი შინი, რომელსაც ლინციზე არანაკლებად კრიმინალური ცხოვრება აქვს გამოვლილი. ჩარლიმ რამდენიმე კვირის წინ კოლეგას $100,000 ღირებულების ჩეკიც კი გამოუწერა, რათა უსიამოვნებისათვის აერიდებინა. ლოჰანს ხომ ისევ და ისევ დაჭერით ემუქრებოდნენ. ოღონდ ამჯერად გადასახდელების გადაუხდელობის გამო. ტაბლოიდებში იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ შინსა და ლოჰანს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ, თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთები ინტერნეტში არ გამოჩენილა. ბრიტანელი მომღერალი ადელი თაყვანისმცემლების ჯიბეზე ზრუნავს. რამდენიმე დღის წინ შემსრულებელმა საკუთარი სახელი დააპატენტა. ამის მიზეზად კი რამდენიმე კომპანიის მცდელობა დაასახელა, რომელთაც სურდათ თავიანთი პროდუქციის დასახელებაში ადელის სახელი მოეხსენიებინათ. თუკი მის პოპულარობას გავითვალისწინებთ, კომპანიები დიდ მოგებას ნახავდნენ, თუმცა მათ პროდუქტს მომღერალთან რეალურად არანაირი კავშირი არ ექნებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით პრობლემები არაერთ სელებრიტის შექმნია. წლის დასაწყისში ბიონსემ და ჯეიზიმ უკვე სცადეს თავიანთი შვილის სახელი ბლუ აივი დაეპატენტებინათ. მათი შემდგომი გეგმა სწორედ ამ სახელწოდებით ტანისამოსის საბავშვო ხაზის გამოშვება იყო. ვარსკვლავურმა წყვილმა სამწუხაროდ შეტანილ განაცხადზე უარი მიიღო. რამდენიმე თვის წინ კი პოპ მომღერალმა ლეიდი გაგამ სასამართლოშიც გეიჩილა. კომპანია Excite Worldwide LLC თურმე აპირებდა სწორედ ლეიდი გაგას სახელობის კოსმეტიკა გამოეშვა. სტეფანი პროცესი მოიგო. შედეგად ორგანიზაციამ დასახული გეგმა ვერ შეასრულა. საშობაოდ ლეიდი გაგამ ფანებს სიურპრიზი გაუკეთა. 25 დეკემბერს ეპატაჟურმა შემსრულებელმა ტვიტერის საშუალებით ერთობ საგულისხმო ინფორმაცია გაახმაურა. გაგა და მისი მეგობარი ფეშენ ფოტოგრაფი ტერი რიჩარდსონი რამდენიმე თვეა ერთად გრანდიოზულ პროექტზე მუშაობენ. როგორც მომღერლის პოსტიდან ირკვევა, სულ მალე გაყიდვაში გაგას ცხოვრებაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი ჩაეშვება. მისი რეჟისორი სწორედ ტერი იქნება. გაგას თქმით, დოკუმენტური ნამუშევარი მისი ახალი ალბომით Art Pop-ით არის შთაგონებული. ამჟამად მუსიკოსი სწორედ Art Pop-ზე მუშაობს. მისი რელიზი 2013 წელს იგეგმება. რაც შეეხება თავად ფილმს, 26 წლის შემსრულებელი ამტკიცებს, რომ ეს არ იქნება მოკლე ვიდეო, არამედ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. თუ კი ტერის არაორდინალურ სტილს და ლეიდი გაგას იმიჯს გავითვალისწინებთ, ორი ხელოვანი თაყვანისმცემლებს აშკარად რაღაც საინტერესოს უმზადებს. ჯესიკა სიმსონმა ძალიან ბევრი იწვალა, რომ ფორმაში ჩამდგარიყო, აურაცხელი ძალისხმევა დახარჯა. Weight Watchers შეუამ ხანაკდა, ბოლოს როგორც იქნა ზედმეტი კილოგრამების დიდი ნაწილი მოიშორა კიდეც, მაგრამ რა თქინდათ, მომღერალი როგორც ჩანს დაუცველი სექსის მოყვარულია. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯესიკა მეორე შვილს ელოდებოდა, თავად სიმსონმა დაადასტურა. საშობაოდ ჯესმა ტვიტერზე უფროსი შვილის მაქსუელ დრუს ფოტო დააშიარა. გოგონა ძირსის, სილაში კი უფროსი დაიგო წერია. ჯესიკას ორსულობის შესახებ ინფორმაცია ტაბლოიდმა US Weekly-მ გაავრცელა.
მეგან ფოქსისგან განსხვავებით სიმფსონს ფეხმძიმობის თემა დიდხანს არ დაუმალავს. მას პირველი ქალიშვილი 2012 წელს შეეძინა. მაქსუელ დრიუ მომღერალმა საქმროს ერიკ ჯონსონს გაუჩინა. რიანა და კრის ბრაუნი ერთმანეთისათვის ინსტაგრამით ფოტოების გადაღებით დაიღალნენ და საშობაოდ უკვე პაპარაცულ ფოტოებზე აღიბეჭდეს თავი. წყვილი ლოს-ანჯელესში ლეიკერს ნიქსის თამაშთა ესრო. ეს მათთვის ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას გამოჩენის იშვიათ შემთხვევათაგანი იყო. რირიხომ ძირითადად ბოიფრენდის კონცერტების დროს კულისებში ჯდომას და მობილურით ფოტოების გადაღებას ამჯობინებს, ვიდრე საყვარელ მამაკაცთან ერთად კლუბში თუ რესტორანში ვახშამზე სიარულს. მიუხედავად იმისა, რომ NBA-ის თამაშ რირისა და კრისის გარდა სხვა სელებრიტები, მაგალითად ჯენიფერ ლოპესი და ლოურენს ფიშბერნი ესწრებოდნენ, მასმედიის ყურადღების ცენტრში მაინც ახლად შერიგებული წყვილი მოექცა. რიანამ და ბრაუნმა ხომ ძველი წყენა სულ 3 თვის წინ დაივიწყეს და სასიყვარულო ურთიერთობა კიდევ ერთხელ აღადგინეს. საქართველოდან სამეზობლო რუსეთში გადაცხოვრებული თინა კანდელაკი სამსახურის გარეშე დარჩა. სკანდალური ქალბატონის გადაცემა ტელეკომპანია STS-ის ფორმატის ცვლილებას შეეწირა. კანდელაკი მთელი 10 წლის განმავლობაში პროექტის ყველაზე ჭკვიანი წამყვანი იყო. თუმცა არხის მმართველობამ გადაწყვიტა, რომ მსგავს პროექტებს შემოსავალი საერთოდ არ მოაქვს და კომერციულად უფრო მომგებიანი გადაცემების შექმნა მოინდომა. პროგრამა ყველაზე ჭკვიანი პირველად ეთერში 2003 წლის მარტში გავიდა. მას მერე ქალბატონი თინა შეუცვლელი წამყვანი გახლდათ. სხვათა შორის ყველაზე ჭკვიანი ანალოგი ქართულ ტელესივრცეშიც მოიძებნება. კანდელაკი ინტერვიუში ამბობს, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ძალიან კარგად ესმის და ხვდება, რომ მათ მეტი შემოსავალი სურთ. ინტელექტუალურ შოუებს კი ფულის მოტანა ძალიან იშვიათად თუ გამოსდით. თუმცა საშინელი გრძნობა დამრჩა და ამას ვერაფერს უხერხებ, განაცხადა ინტერვიუს დროს ტელეწამყვანმა. რუსული ყველაზე ჭკვიანი ეთერში გასვლის დღიდან უკვე 2 ჯერ დაიხურა, თუმცა ცოტა ხანში პროექტი კვლავ დაბრუნდა. მაგრამ გინდაც გადაცემა ეთერს აღარ დაუბრუნდეს არ ინერვიულოდ. თინას პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, ის სამსახურისა და შემოსავლის გარეშე ულუკმაპურად ნამდვილად არ დარჩება.